ეს სპეციალობა დიდი ხნის არჩეული მქონდა, მოგეხსენებათ, მეღვინეობა, მევენახეობა არის აგრარული მიმართულების ერთ-ერთი სფერო და ძალიან განთქმული და პოპულარული საქართველოში. ზოგადად საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ დიდად ფასობს ღვინო, დიდად ფასობს ვენახი, მაინც არ არის არ უყურებს ხალხი მას როგორც აი პროფესიული თვალსაზრისით, პროფესიული მხრიდან ამას ბევრი ვერ უდგება და მე მგონი ეს არის დიდი პრობლემა ალბათ რაც არის საზოგადოებაში. ჩემი სამიზნე არის რა თქმა უნდა ის კვალიფიკაცია მივიღო, რომელსაც გვაძლევს ეს ძალიან მართლაც დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი, კახაბენდუქიძის უნივერსიტეტი მართლაც ძალიან განთქმული ამ მხრივ. მათ ძალიან ბევრი კარგი პროგრამები აქვს, მათ შორის ის პროგრამა, რომელიც მე მინდოდა ძალიან, ეს ჩემი სამიზნე იყო, ჩემი პრიორიტეტი იყო და სხვა ვარიანტი არც განიხილებოდა ჩემთვის. და მინდა გითხრათ, რომ კონკურსში გამარჯვება ის შედეგი, რაც მივიღე, არ იყო რთულად წარმოსადგენი, შეუძლებელის კვალს არ ტოვებდა ყოველ შემთხვევაში, ვიცოდი რომ ეს მართლაც შეიძლებოდა, ეს დღეც დადგებოდა. შედეგზე გვაქვს არა მარტო ჩარიცვა, არამედ კონკურსში პირველი ადგილი, რომელმაც მომაპოვებინა შიდა გრანტი 1 წლიანი. ეს მართლაც დიდი წარმატება არის ჩემთვის, ყველასთვის, პირველ რიგში სკოლისთვის, რომელიც მთელი ამ აბიტურიენტობის განმავლობაში თვალს ადევნებდა ჩემს ქცევებს, ჩემს ფორმას, ჩემს სწავლებას, ყოველთვის გვერდით მიდგა. და რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით მასწავლებლებს, რომლებსაც მართლაც დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ აქვთ უნარი, რომ შეიტანონ შენში ინტერესი, პროფესიულად გასწავლონ, მოგცენ სათანადო რჩევა და მიგიყვანონ ამ დიდ წარმატებამდე. მადლობას მოვახსენებ თითოეულ წევრს, სკოლის ადმინისტრაციას, დირექციას, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი მწვრთნელი შალვა თავაძე, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა მთელი ამ პროცესის განმავლობაში. მან ძალიან კარგად იცოდა ჩემი მიზნები, ჩემი ხედვა, მან ეს კარგად დაინახა, გამოიყენა და შემქმნა ესეთ ადამიანად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს შედეგი არ დადგებოდა ისე, რომ არ ქონოდა სათანადო დისციპლინა, სათანადო სურვილი. ყველა ადამიანს უდგება პერიოდი, როცა სურვილი ეკარგება, არ უნდა არაფერი, ამას დიდი ადამიანებიც გვეუბნებიან. თუმცა სწორედ ეს არის, სადაც უნდა აჩვენო სიძლიერე, როდესაც არ გაქვს სურვილი, მაგრამ იცი რომ ეს საქმე შენთვის გასაკეთებელია, შენთვის აუცილებელია. სწორედ ეს უნარი უნდა გამოამჟღავნოს ადამიანმა იმისათვის, რომ მიაღწიოს ასეთ წარმატებას. და ყველა აბიტურიენტს უსურვებ ამ უნარების აღქმას საკუთარ თავში, საკუთარი შესაძლებლობების ანალიზს, მიხვდნენ რა უნდა ცხოვრებაში, რა ვექტორს უნდა მიყვნენ და სტუდენტებს მინდა მიულოცო, ვინც აქამდე აქ იდგა და გაიზიარეს წარმატების გემო და ასევე ვინც ეკრანს მიღმა დარჩა იმათვისაც მართლაც ძალიან გასახარებელი ამბავია, ჩვენთვის ახალი წელთაღრიცხვა იწყება, ახალი ათვლის სათავეა და მინდა უსურვო მათ ყოველივე საუკეთესო წარმატებები და მათივე სფეროებში პროფესიული განათლების მიღება და უკეთესი მომავლის შექმნა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება. მიმდინარე პროცესების განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი, მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას. ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას. რეფორმის საპილოტო ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე შესაბამისობის შეფასების შედეგად განახლებულ დაფინანსების მოდელში 53 დაწესებულება ჩაერთვება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია მათაც აქვთ გარკვეული კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა აუწყონ ფეხი იმ გაზრდილ მოთხოვნებს, რომელი მოთხოვნებიც წესდება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ პაციენტისთვის უფრო მაღალი ხარისხის სერვისი იყოს ხელმისაწვდომი. მეორეს მხრივ მათ აქვს ბუნებრივია შესაძლებლობა ისაუბრონ საჭიროებებზე, რაში ხედავენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობებს. ესეც ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკავშირის მექანიზმია და ბოლოს, რა თქმა უნდა, საუბრობენ იმის თაობაზეც, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე ვისაუბროთ რეფორმის განხორციელების პროცესში და ესეც ბუნებრივია განსაკუთრებულად ღირებულია. საბედნიეროდ გვაქვს ამ ეტაპზე ძალიან შთამბეჭდავი წარმატება ამ ეტაპისთვის, საკმაოდ მაღალი და მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული ამ რეფორმაში ჩასართავად, რეფორმის შედეგად დაწესებული გარკვეული საშეღავათო პირობებით სარგებლობისთვის პირობები, რომელიც მკაცრია, იმიტომ რომ მოთხოვნებია, რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი, შესაბამისად ამის დაკმაყოფილება საკმაოდ დიდმა რაოდენობამ შეძლო პირველივე ეტაპზე, მუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს რიცხვი ორგანიზაციებისა, რომლებიც შეიძლებენ რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში და შესაბამისად იქცნენ ამ ახალი განახლებული პირობებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებად. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ადგას რეფორმა და ძალიან სწრაფად გვექნება კიდევ მორიგი და შემდგომი შესაძლებლობების გაფართოების მორიგი ტალღები ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. პირველად ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე მომართული დაწესებულებების 28%, ანუ 53 დაწესებულება უკვე ჩაერთო 2026 წლის 1 მაისიდან. დაწესებულებებს უნდა დაეკმაყოფილებინა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, რომელიც მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის უწყვეტი სამედიცინო განათლება სამედიცინო პერსონალში, ასევე პირველად ჯანდაცვის გუნდის დაკავება 40 საათი, 20500 ბენეფიციარზე 1 ექიმის და ექთნის არსებობა და ელექტრონული გამართული სისტემების ფუნქციონირება. ამასთან კრიტერიუმებში ასევე გაწერილი არის შიდა აუდიტის მონიტორინგის სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. რაც შეეხება დაფინანსების მექანიზმს, არის ასაკსპეციფიურ დაფინანსებაზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებები შესაბამისი კოჰორტის ფარგლებში კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზე მიიღებენ გაზრდილ დაფინანსებას. ერთიანი ტარიფიდან გადავედით ასაკსპეციფიურ კაპიტაციაზე, რომ მოსახლეობას თავიანთი საჭიროებების მიხედვით აუნაზღაუროთ სერვისები, რაც მათ განახლებული პროტოკოლებით და გაიდლაინებით ესაჭიროებათ და გარდა ამისა, ასაკსპეციფიური კაპიტაციის კომპონენტის გარდა დაფინანსების მოდელს დაემატა ასევე შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რაც თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ დაწესებულებები, რომლებიც რეფორმაში არიან ჩართულები, კონკრეტული ინდიკატორების შეფასების და შესრულების საფუძველზე მიიღებენ დამატებით დაფინანსებას. ეს გახლავთ ამ ეტაპისთვის ჯამური კაპიტაციის 10% და ინდიკატორებიც განსაზღვრულია სამინისტროს მიერ და ამის შესახებაც მიეწოდათ დაწესებულებებს ინფორმაცია. საწყის ეტაპზე ეს გახლავთ 8 ინდიკატორი, რომელიც მოიცავს როგორც იმუნიზაციის, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, მაგალითად ისეთი როგორიცაა ჰიპერტენზია და დიაბეტი, რიგი გამოკვლევების შესრულებას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად ემსახურება დაავადებათა ისეთი წილის კონტროლს, რომელიც მაღალ პროცენტულად იწვევს პაციენტების ლეტალურ გამოსავალს და ამაში ძალიან დაეხმარება მოსახლეობას ადგილზე. ეს არის კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება, ეს არის ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება, რომელიც ბავშვებში იწვევს ძალიან რთულ და მძიმე გართულებებს. ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ პრევენციულად მოახდინოთ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, დროული პრევენციული მკურნალობა და ამის შედეგად შემცირება როგორც დატვირთვა სტაციონარულ სექტორზე, ასევე ის გართულებები და ის მძიმე გამოსავალი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი პირველი მიზანია, რომ იყოს შემცირებული და გაცილებით უფრო უკეთეს ჯანდაცვას მივაწოდებთ ამ სექტორში. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამ რეფორმის საფუძველზე შესაძლებელი გახდა,
რომ როგორც ეს რეფორმა არის შედეგზე ორიენტირებული შემდგომი ანაზღაურებით განსაზღვრული, ასევე მაღალი შედეგის ანაზღაურებით განსაზღვრული ჩვენ ხელფასების მატება ადგილობრივ კადრთან, ოჯახის ექიმებთან, რაც მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ზესაბონის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს ჩვენ ვიყოფებით სოფელ დიდგანთიაჭი, სადაც მოხდა ხელოვნურ-საფარიანი სტადიონის მშენებლობა, გავხსენით აღნიშნული სტადიონი, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა, რომლის ღირებულება 121,900 ლარს შეადგენს და მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. ძალიან გახარებული ვარ ეს სტადიონი რო გაიხსნა, თან ფეხბურთელი ვარ და ის აქვით ვივლი ხოლმე და აქვით ავამშებ ხოლმე ფეხბურთს.